აი ბევრი როგორ აყენებს ის საქმეს, რომ თითქოს თავრობასთან პრეტენზია იყოს თოვლი რატომ მოვიდა. თავრობასთან თოვლი რატომ მოვიდა ტიპის პრეტენზია არავის არ აქვს. ანუ ჩვენ არ აგვაქვს მოლოდინო ბიზინა აივანიშვილი იმას მეტეო პირობებს მართავს. არ შეიძლება ვიღაცა ოცნებს ხარდამჭერებს ეგეთ წარმოდგენაც აქვს, მაგრამ ნუ უმეტესობა არ თვლით, რომ ბიზინა ღმერთია. ამიტომ თოვლი რომ მოვიდა, ეგეთი პრეტენზია მთავრობასთან არ გვაქვს. პრეტენზია იწყება იქიდან, აი მოვიდა დიდი ნალექი და კარგად უმკლავდება მთავრობა ამ ნალექს თუ ცუდად უმკლავდება, ეგ უკვე შეიძლება რომ განხილვის საგანი იყოს. ხო, ეგ რა თქმა უნდა შეიძლება რომ განხილვის საგანი იყოს, იმიტომ რომ სტიქია შეიძლება სრულად 100%-ით ვერ გაუმკლავდეს, ოღონდ მნიშვნელობაა გაუმკლავდე 10% თუ გაუმკლავდე არ ვიცი 70%-ით იმისა, რაც სრულ გამკლავდება. აი მაგალითს მოვიყვან, აი თქვათ თოვლი მოვიდა, ხო? და მანქანები ცდილობენ გაწმენდას. მაგრამ იმხელა და იმდენი თოვლი მოდის და ისე სწრაფად იდება, რომ წმენდენ, მაგრამ არ სპეცტექნიკა ეს ხო ერთი მაგალითი, მაგრამ აი ხო არის მეორე მაგალითი, სადაც საერთოდ ტრაქტორი არ ყავს. ან დაიძინეს. ხო, ანუ ვიღაცას ტრაქტორი არის, მაგრამ ბენზინია, სალიარკა არა. ხო, არას ხო. აი ეგ არის ორი ვერ გამკლავების სცენარი. მაგრამ განსხვავდება ერთმანეთისგან. ხო, ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. ეხლა ამ დღეებში რა პრობლემა გამოიკვეთა პოლიტიკურ ველზე და პოლიტიკური საზოგადოებრივი მსჯელობის შინაარსში. საკითხი დადგა ისე, რომ ნუ ერთი მხარე ფაქტიურად მოთხოვნებს აყენებდა იმ ხარისხში აყვანილს, რომ ლამის აი თოვლი რატო წამოვიდა ეგრეთ გებოდა, ნუ აი მიდგომა სიხისტე მაგ ხარისხის იყო, მეორე მხარეც საკითხს როგორ აყენებდა, იცი? საერთოდ ამ თემაზე პრეტენზიებით რატო გამოდის ვიღაცა ნაცების წისქვილზე ასხავს წყალს და ეგ როგორი რაღაცა იცით? და მე ძალიან ისეთ სიღრმისეულ გარჩევებში შედიოდნენ ზედმეტად, რომ აი იცით რა, აი ამის მოთხოვნა არ შეიძლება და ვინც ამნაირ მოთხოვნებს ზედმეტად პრეტენზიულ მოთხოვნებს აყენებს, ის ცუდი კაცია. ოღონდ რა ხდება იცი? სტიქიის დროს მოთხოვნები რო იქნება და მათ შორის ზოგი მოთხოვნა რო გაცდება ასეთი რაციონალურობის ფარგლებს, ეგ მოსალოდნელია და მაგას ყველა უნდა შეეგუოს. ეგ რატო უნდა შეეგუოს თან მაგას ყველა? საზოგადოება რამეზე მთავრობას თმენის ვალდებულება აქვს, აი ეგეთ დროს ეგეთ რაღაცებზე აქვს თმენის ვალდებულება. და მათ შორის ეგ საქმეს აკეთებს იმ გარკვეული გაგებით, იმიტომ რომ სტიქის კრიზისის დროს საზოგადოების მექანიზმი რომ ვიღაცა ამოძრაოს და რამე გააკეთებინოს, მეტი მობილიზაცია აიძულოს, სხვა მექანიზმი საზოგადოებას არ აქვს გარდა იმისა, რომ ნუ აღშფოთებული პრეტენზიებს გამოთქვას. და შეიძლება ამ პრეტენზიებში ხა კრიზისია, რა თქმა უნდა, და ზოგ სახლი დაენგრა, ზოგი სადღაც ჩარჩა და იქ რა თქმა უნდა ხა ანერვიულებული მოქალაქეები ზედმეტსაც ვიღაცა ზედმეტ პრეტენზიასაც იტყვის იმ გაგებით, რომ შეუძლებელი რაღაცა შეიძლება მოითხოვოს. ოღონდ ეგ მაგას გაგებით უნდა მოეკიდოს ყველა, იმიტომ რომ სხვა მექანიზმი მაგ დროს თვითონ თავრობასაც არ აქვს, რომ სათანადო სიმწვავი დაინახოს მოვლენები და мотиваცია გაუჩნდეს, რომ არიქა მოძრავდეთ, იმიტომ რომ სხვანაირად ნუ დარტყმები მოდის სუფთა პოლიტიკურ კაპიტალსაც კარგავენ, ხო მაგ დროს და პირველ დღეს მაგალითად როგორი განწყობა იყო, იცი, რომ დაიწყო ეს დიდთოლობა, პირველი დღის საინფორმაციო შინაარსი პროსახელისუფლებო აი ესეთი რესურსების იყო, რომ აი ხო ეხა მოთოვა და დადნება, მე რატვინი გაბურღეთ. ანუ რაღაცა მომენტში, როცა მოსახლეობის ერთი ნაწილი უკვე ცოტა პანიკურ მდგომარეობაში იყო გადასული, რომ ვაიმე დედა მე მგონი გზები ჩაიხერგა და ვიღაცას შეიძლება სახურავით ჩაენგრეს, მაგ დროს ჯერ არ იყო საინფორმაციო, ასე ვთქვათ, პასუხი პროსახელისუფლებო რესურსების ადეკვატურობაში გადასული. ცოტა ღლიცინნარევი პასუხები იყო. მერე რომ დაინახეს უკვე რომ ეხა მძიმე სიტუაცია და მართლა მძიმე სიტუაციაა, ხო? მერე რავი ეხა პრემიერი ჩავიდა და იქ რაღაცა განწყობა შეიქმნა, რომ აი მუშაობთ ხალხი ყველაფერი კონტროლ ქვეშაა, მაგრამ პირველი ინსტინქტი საკმაოდ არასწორი იყო, მოდი მათიდან დავიწყოთ. პირველი ინსტინქტი არასწორი იყო, დავიწყოთ იქიდან რომ თუ ეხა იმას დეტალებს ვსვარჩევთ იმისა რა არ გაკეთდა, რაც უნდა გაკეთებულიყო. პირველი რაც არასწორი იყო, საზოგადოების სათანადო ინფორმირება ხო არ მომხდარა ახლა ამაზე. ნუ 112-ზე მოვიდა შეტყობინება, რომ მოსალოდნელია მძიმე ნალექი. ეგ მოხდა. ეგ როგორი რაღაცა იცი, ახლა მე რომ მომდის რაღაცა მოსალოდნელია მძიმე ნალექი თოვლის სახით, ნაკლებ შევშფოთდები ეგ რაღაცა ისეთია, ძირითადად მოსახლეობა იფიქრებს, რომ კაია დიდი თოვლი მოვა.
და რამდენი ხანია თოვლი არ მინახავს. ხო და ქარიშხალი ახლოვდება და შეიძლება სახლები წაიღოს და მოსალოდნელია მძიმე ნალექი, ეგ არ არის ადეკვატური შეტყობინება. ანუ მოიმარაგეთ საკვები პროდუქტები, შეიძლება ჩაიხერღოს გზები, შეიძლება რიგ რაიონებში შეწყდეს ელექტროენერგიით მომარაგება. მაგრამ ეგ იცია, ეგ რო შეიძლება? მე ეჭვს გამოვთქვა. არა, ნახე. რომ მე მგონი არ იცი. ამინდის პროგნოზი მე ახლა შემდგომი თარიღით გვიანდელი ვადით რო ნახულობდა ხალხი, ხო? მანამდე ამინდის პროგნოზი მართლა ამბობდა, რომ რაღაც დიდი ხნის განმავლობაში მინუსები და მაღალი ნალექი განსაკუთრებით იმ რეგიონებში სადაც მოვიდა. ეგ დაფიქსირებული იყო, ხო, ახლა ადამიანი რო შედის და თოვლი ხატია იმაში, რომ ამინდის პროგნოზში და მინუს ტემპერატურა მართლა ვერ აღიქვავს, რომ იქ სოფლები ჩაიკეტება და საჭმელი აღარ ეკნება ადამიანს. ეგ უნდა გააგები. მაგრაოდენობის ნალექი იქნება. აი რა პრობლემა გამოჩნდა კიდევ. ერთია მაგალითად. ეგ პროგნოზიც ხო ვიცით ახლა ყველამ შეიძლება ერთი პროგნოზი იყოს და რეალობა სულ სხვა წამოვიდეს ახლა. მაგას ვერავინ ვერ დათვლის სინამდვილეში, ყველაზე წამყვანი სპეციალისტებიც კი. აი მაგალითად იმას შვარცნეგერის რაღაც მოგონებებს კითხულობდი და ეხო კალიფორნიის გუბერნატორი იყო. და კალიფორნიის შტატი ხო იმითაა ცნობილი, რომ სულ ხანძრებია, თან რაღაც არანორმალური ხანძრებია ხოლმე და აი ეხლაც რაც ამ წელს იყო ასეთი ხანძარი წლების განმავლობაში არ ყოფილა და ეგ შვარცნეგერი ყვებოდა რომ მე რო დავინიშნეო გუბერნატორად პირველი რაც შევამოწმეო აი მოდელირება გამოვაცხადეო აი მთელ ჩემს უწყებაში აი მართლა რომ სერიოზული ხანძარი გაჩნდეს რამდენად ადეკვატურად დახვდება ეს ჩვენი მთავრობაო და ანუ ჩავფლავდით საერთოდ გამოჩნდა რომ თურმე რეზერვუარში წყალი არ იყო, მერე გამოჩნდა რომ შესაბამისი ტექნიკა არ ქონიაო, მერე გამოჩნდაო რომ საერთოდ არ ყოფილვართო მზად. და მერე წელიწადში ერთხელ სპეციალურად გეგმაზომიერ ეგეთ წნებს ვატარებდითო და მერე მართლა მოხდა სხვათა შორის, ეგ რომ მე მგონი 2005 წელი იყო, მართლა სერიოზული იყო საკმაოდ ისეთი მასშტაბური ხანძარი იყო, შვარცნეგერი იყო მთავრობაში ეგრეა. ანუ ეგ რას მოვაყოლე. მე ეგეთი შტაბეშტილება დამრჩა, იმედია ვწდები. მაგრამ მე ცოტა ისეთი შტაბეშტილება დამრჩა, რომ ხელისუფლება იყო ცოტა მოულოდნელ მდგომარეობაში, არ ელოდნენ. მერე დაიწყეს რაღაცა ტექნიკის მოძიება, მერე დაიწყეს რაღაცა ფაცური და სინამდვილეში საქართველოს აქვს მაგის რესურსი. არა საქართველო იმხელა ტერიტორია და საქართველოს შემთხვევაში სულ ერთი ეგაა შეიძლება იმ ნალექი მოვიდეს და დიდთოვლობა მოვიდეს ან წყალდიდობა მოვიდეს. მთიანი რეგიონი ვარ. ხო, რაც მან იგულისხმება. ხო, რაც მან იგულისხმება ან წყალდიდობა ან ზამთარში დიდთოვლობა. მაგისთვის მზად უნდა ვიყოთ. გვაქვს ჩვენ ობიექტური მაგის რესურსებიც, გვაქვს მაგის ტექნიკაც. აი პრობლემის არსი რო აუხსნათ, რომ კარგად გაიგოს ახლა მაყურებელმა, რომ აი უბრალოდ თოვლზე კი არ ვლაპარაკობთ აქ. აგიხსნით ჩვენი აზრით, მანდ ახლა პრობლემა რა არის. ნახეთ, რაც ეს სტიქია ახლა საქართველოში არის, რო უყურებთ ანალიზს, რო უკეთებთ საინფორმაციო სივრცეს, აი რა ხდება? აქედან ვიღაცები ამბობენ, რომ ოცნების ესე და ისე რატო არ არის გაწმენდილი გზა და იქიდან ამბობენ რომ ნაცების წისქვილზე რატო ასხავთ წყალს, არა ყველაფერი წესრიგშია და ასე შემდეგ. ანუ აი რა პრობლემა გამოიკვეთა რა, რატო არის ეს ქართული პოლიტიკა იდიოტურ მდგომარეობაში გადასული რა? აი ვარ მოქალაქე ჩვეულებრივი. მაგ ბანალური პრობლემა, სახლი მაქვს, შუქი არა მაქვს, გზა დათოვლილია, რეკავრო ტრაქტორით გამიწმინდეთ გზა. და გადავიღე ვიდეო, რომ გზა გამიწმინდეთ ტრაქტორით, თქვენ ნორმალურები თუ ხართ რა. აი პრობლემა მაქვს როგორი რაღაცა, იცი, აი ნაცები, ხოცები, მემარცხენეები, მემარჯვენეები, კონსერვატორები, ლიბერალი, ვაფშე არ მაინტერესებს. აი ტრაქტორი მჭირდება, რომ გზა გაწმინდოთ. მორჩა, აი ეგეთი პრობლემა მაქვს. და ეს რო ხდება საინფორმაციო სივრცეში, ეს იმ კუთხით კი არ განიხილება, რომ აი ტრაქტორი, ბენზინი, მძღოლი გზა. ეს ხო არის რაღაც ალგორითმი, ეგრე კი არ განიხილება. განიხილება, რომ მთავრობას რატო უტევთ ნაცების წისქვილზე, რატო ასხავთ წყალს? ეს მთავრობა რაღაცა ბიძინა ივანიშვილი რაღაც, ანუ აი ამ იმაში გადადის რა და ეგ რას იწვევს, მერე უნდა აიხსნას. ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცას იწვევს რა. იგივე რაჭაში რო მეწყერი ჩამოწვათ, უგახსოვთ. სხვა სტიქიური უბედურებებიც რო იყო.
ეხლა რო ეს ხდება ყოველთვის რახან განხილვა აქამდე დადის ხოლმე ვინ ვის წის ქვილზე ასხავს წყალს და ბანალურად იქამდე ვერ მიაღწია პრობლემის განხილვამ რომ ტრაქტორი ბენზინი ვერტმფრენი ევაკუაცია მაგამდე კი ვერ დავიდა ვის წის ქვილზე ასხავს წყალს ეგ ნიშნავს რომ აი ხვალ ზეგ აი აჭარაში რომ მოხდა ბავშვები რო დაიღუპნენ ხო ან ეხლა რომ დაუშვათ დიდთოლობა ხვალ ზეგ კიდე მოხდება რაღაცა კატასტროფა და არაფერი არ იქნება მზად გარანტირებულად აი ეხლა რო სტიქია გვაქვს მაგ დროს კი არა შემდეგი სტიქია უეჭველი რომ მოხდება გარანტირებულად არაფერი არ იქნება მზად იმიტომ რომ კონკრეტული პრობლემის მოგვარებამდე ქართული პოლიტიკა ვერ მივიდა ეგ რატომ ეგ იმიტომ რომ საქართველოში ხო ასეთი სისტემაა საერთოდ მოდელი ასეთია საქართველოში რომ წინასწარ მზად რომ უნდა იყვნენ რაღაც თემებზე სინამდვილეში არაფერი არ არის გამართული საქართველოში არც ერთი რაღაცა პრობლემა ეხლა უცბად რომ დაატყდეს საქართველოს არაფერში მზად არა ვართ უბრალოდ აი რო მოხდება მერე დაფასურდება ყველა და ეგ მუშაობს ასე თავრობა მოდის იქ თავრობა ბიუჯეტიდან ფულს ამტკიცებს როგორც წესი კოსმეტიკურ რაღაც პროექტებზე იქ რაღაც ქუჩაზე ქვაფენილი გააკეთა რაც დაჯდა 10 იმდენი გაატარეს ჯიბეში ჩაიდეს თან ეს ყოველ ზაფხულს უნდა გაკეთდეს იმიტომ რომ ყოველ ზაფხულს ჯიბეში უნდა ჩაიდონ ძირითადი თანხები აი თუ კი რამე ხდება ხო ქვეყნის მასშტაბით რეგიონების მასშტაბით ხდება მასეთ პროექტებზე აი იქ რაღაცა იქ ყვავილი დათესეს 10 იმდენი ჯიბეში ჩაიდეს იქ რაღაცა ბორდიული გააკეთეს 10 იმდენი ჯიბეში ჩაიდეს ეს არის მარტივად ადამიანის სახლიდან რომ გამოვა ქუჩაში უცბად თვალში რაც მოხდება აი რეკლამასავით არის კი მაგაში მართალი ხა სამაშველო ვერტმფრენი ვიყიდეთ კაი რეკლამა მაგას ვერავინ ვერ ნახა ანუ არ დაუფასებს ვერ გაპიარდება თუ წარღვნა არ მოხდა არ გამოჩნდება რომ საჭირო ამიტომ საქართველოს მთავრობა ეგრე არ მუშაობს რომ ვერტმფრენი გჭირდება საქართველოს მთავრობა მუშაობს ბორდიული დავაგე ჩავიდე ჯიბეში ამიტომ აქ ნიშნულოვანი რა არის ნიშნულოვანი არის ის რომ თვითონ აი ეს ჩვენი ისა ეს სისტემა რეგიონულ დონეზე, ქალაქების დონეზე არის აწყობილი, რომ ძალიან სწრაფად თვალში საცემი რაღაცა პროექტები გააკეთოს, რომლიდანაც ძალიან მალე გაკეთება მილიონები თავისთვის, ოღონდ რეალური გამართული სისტემა, რომ რაღაცა გამოწვევისთვის ქვეყანა მზად იყოს, არაფერი არ ტარდება. საერთოდ მაგ მიმართულები დარწმუნებულია, რომ არც ფიქრობს არავინ. იქ რომ თავრობაში ხალხის ხედან დარწმუნებული ვარ რომ ეხა აი ჩვენ რაზეც ვლაპარაკობთ ეს რაზე ლაპარაკობს გიჟი ხო არა რა ტრაქტორი რა ვერტმფრენი აი სინამდვილეში შენ რაც აღწერე ეგ რას გავს ვიცი ეგ რესტორანში ვარ წასასვლელი რა ტრაქტორი და ვერტმფრენი კაცო მასე უყურებს სინამდვილეში შენ რო აღწერდი ხა მაგ სისტემას რა გამახსენდა იცი ჩემ ბავშვობაში იყო ეგეთი თამაში Stronghold ორი Crusaders ეგეთი სტრატეგია იყო რა და მაგ სტრატეგიაში როგორი მექანიკა იყო იცი მოსახლეობა ხო ყავს და რაღაც ეკონომიკა ჯარი და ეს მოსახლეობა ცოტა უკმაყოფილო რო არის ერთ-ერთი გამოსავალია რომ რაღაც დროშებს უდგავ რაღაც ზიზილპიპილებს რომელიც დიდად ბიუჯეტს არ ურტყავს მაგრამ ესენი ბედნიერები ხდებიან ოღონდ მაგათ ცხოვრება კი არ შეიცვალა არაფრად ანუ ეკონომიკა ისევ იგივე მდგომარეობაშია ისევ ომი გაქვს მაგრამ აი რაღაცა ან სახრჩობელა უნდა დაუყენო რომ შეეშინდეთ ან რაღაცა დროშა უნდა დაუყენო რომ გაუხარდეთ რა და მართლა ეგ აბალანსებს რა ამ სტრატეგიაში ცოტა ეგრე აბალანსებენ ამ მოსახლეობის განწყობებს. საერთოდ მაგ სტრატეგიაში მე მგონი მივხვდი რომელზეც ამბობ. ეგ მან დროშები კი არ არის, მანდაც ბაღებია. ბაღები არის, კი, ბაღებია, დროშები არის, ყველაფერი. მანდაც ტენდერები ტარდება, ბაღებია, ბაღები კეთდება. მე საერთოდ აი რაც თვალშისაცემი იყო ჩემთვის ამ დღეებში, ხო? ნუ იყო პრეტენზიები თავრობის მიმართ და ცხადია რომ ნაწილი პრეტენზიების გადავა რაღაც რაციონალურობის ფარგლებსაც, იმიტომ რომ კრიზისია და ხალხი ემოციურად არის, მაგრამ აი ჩვენს საზოგადოებას რა პრობლემა აქვს ხოლმე? არის რაღაც სეგმენტი მნიშვნელოვანი ქვეყანაში, როცა ასეთი მომენტია, მართლა ხალხს უჭირს, მართლა ხალხი რაღაც გაიჭედა ძალიან რთულ პრობლემაში და რაღაცა ისე ჯიბრზეა ჩამდგარი საზოგადოება ერთმანეთთან რომ მეორე ნაწილი იმ ხალხს უტევს რომელიც ახლა აღშფოთებული აქ არ ვარ მაგ ლაპარაკი პოლიტიკურ ფიგურებზე
აქ ლაპარაკი მაქვს ჩვეულებრივი ხალხი რო აღშფოთებას გამოხატავს, ხო? აი ეგ არ არის ზედმეტებში გადადიხარ ვიღაცის წისქვილზე ასხავ წყალს, ბიჭო, დაწყნარდი რა. თუ თავრობა ცოტა ზედმეტად გაილანძღო, რა გაილანძღოს კაცო, შენ რას ნერვიულობ, თუ ჩვეულებრივი ადამიანი ხარ, თავრობა მაგისთვისაა რომ ხანდახან ზედმეტადაც გაილანძღება ხოლმე, იმიტომ რომ რავი, რაღაცები უნდა გააკეთოს ამ ქვეყანაში და აშკარად რო ვერ ართმევს ბევრ ამას თავს, რაღაც ნაწილ შეიძლება ემოციურობის დროს მეტადაც მოხდეს და გაილანძღოს, მაგრამ მან შე რამე რა გაკლდება, კაცო. თუ ზედმეტი მოხდა მთავრობას, უბრალოდ ის მოხდება, რომ ზედმეტად დაფაცურდება და შემდეგ ჯერზე მეც ინერვიულებს და მეც მოაგვარებს და აი მე აი ამ სეგმენტის არ მესმის, რომ ბიჭო, რაღაცა სტიქია აქ, აი, ხალხი ნერვიულობს, ზოგის ახლა რაღაცა ჩამოენგრა და გაილანძღება მე ეს და ვიღაცა პასუხობს, რომ აბა სახში ხوار მოგივიდოდენ. რა წარმოგიდგენია ყველა სახს ხო არ უშველიან და რაღაცას ურჩევს რა და რავე ტიპი გაჭედილია შეიძლება ცოლი ყავს შვილი ან უფროსი ადამიანი გაჭედილია თოლში და პანიკაშია რა ხო რავი ცოტა ზედმეტად მაგ დროს თუ გაილანძღავ თავრობა რავი არაუშავს კაცო მაგაზე რა პანიკებს დამშვიდით ეგ ხო აი თავრობა მაგისთვისა რომ ზედმეტი გალანძღოს ხანდახან აიტანს არ გავს აი კარგად ვერ მართავს თლიანობაში მატარებელში რო არიან და აი ვიღაც უბილეთო რო არის და ვიღაც ჩვეულებრივი მგზავრი და ჩააგდეთ და უკაცრავად მაგაც შენ აქ მუშაობ ხო და არა დაწყნარდი რა აი ეგ მომენტი არა რავი შენ თავრობა ხარ არა ხო თავრობას ვიღაცა აწვება და შეიძლება ლანძღავს რომ სახლამდე გამიწმინდე გზა შეიძლება მთავრობას არ სიამოვნებს ეგ, მაგრამ შენ რა შუაში ხარ? ხო, აი ეგ როგორი რაღაცა იცი? კი ბატონო, შეიძლება ისეთი ინტენსივობით მოდიოდეს თოლი, რომ ვერ გაწმინდოს მთავრობამ და ადამიანი, რომელიც მაგაზე აწვება, შეიძლება ისეთ რაღაცაზე აწვებოდეს, რომ ნუ ვერ წმინდავს. დაუშვათ, ხო? და შენ რა გარჩევაში შედიხარ, ჩვეულებრივი რიგითი სხვა მოქალაქე ხარ. იმიტომ რომ თავრობას მასე რომ ზოგადად რაღაცებს მიაწვევიან ხოლმე მარტო მაგითია შანსი საბოლოოდ რესტორნიდან რომ გამოიყვანო და სადაც რაღაცაა შესაძლებელი იმაზე ინერვიულოს ხოლმე